თითქმის წუთნახევარი მიიწურა უკვე ჯერჯერობით არ არის შეფასება გაკეთებული. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და ცოტა ძნელი კი იქნება. აი ახლა პეტრიაშვილი მიიჩნიეს მოუწოდეს აქტიურობისკენ. დიახ, ჩაურთოს 30 წამიანი საჯარიმო. ცოტა ძნელი იქნება რომ ერთმანეთს რაღაც სიურპრიზების შესთავაზონ, იმდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს. 30 წამში 30 წამიც აღარ არის უკვე 16 წამი არის დარჩენილი. პეტრიაშვილმა უნდა გააკეთოს გდება, ქულა უნდა მოიპოვოს ნებისმიერი ხერხით, მისაღები ხერხით ცხადია. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ერთხოლას მიიღებს სულეიმანიშვილი. და აი აქ წავიდა შეტევაზე. როლს ამოიწურა. კი, ის ერთი ქულა მაინც მიიღო სულეიმანიშვილმა, ანუ მე ვეღა ჩაიყვანა პეტრიაშვილმა და მაინც დაწინაურდა. 2-1 არის დაწინაურებული. ისე შესაძლოა ხა დიდად არ ზენაულა გენ კოტეს თუ თქვა დაკარგავდა ამ ერთ ქულას. როგორც ჩანს, ისიც ძირითად აქცენტს აკეთებს მეორე პერიოდს. 27 წამი დაგვრჩა. 25 უკვე პირველი პერიოდის დასრულებამდე. შესვენება. დამთავრდა პირველი პერიოდი. ორივე შავშანას წარმატებული საერთაშორისო სეზონი ჰქონდა. მერაბ სულეიმანიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდელებში ფინალისტია, ვერცხლის медаლი მოიპოვა. იმავე ტურნირზე პეტრიაშვილი მესამე იყო და კოტე გახდა ასევე ევროპის ჩემპიონი 20 წლამდელებში. კოტეც ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი 17 წლამდელთა შორის. მსოფლიოც ევროპაც. შავშან შეხვდნენ ისინი ერთხელ ეს იყო ან საქართველოს ჩემპიონატი არ მახსოვს ზუსტად ან 23 წლამდელების ჩემპიონატის ფინალი და იქ სულეიმანიშვილმა მოიგო. აქ ჯერჯერობით წინავე პეტრიაშვილი მესამე ადგილზე გავიდნენ აქ გიორგი რომელაშვილი და სანდრო ყურაშვილი ისინი დამარცხდნენ შესაბამისად სულეიმანიშვილთან ნახევარფინალში და ყურაშვილი პეტრიაშვილთან. იწყება მეორე პერიოდი, რომელიც ყველა მონაცემით ბევრად უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს და პეტრიაშვილი პირველივე წამებზე შევიდა ფეხში. სულეიმანიშვილი ჯერჯერობით ახერხებს დაცვას, მაგრამ პეტრიაშვილს უკეთესი პოზიცია აქვს. იმის მიუხედავად, რომ სულეიმანიშვილი ზევი საბოლოო ჯამში სულეიმანიშვილმა მე მგონი მაინც გაანეიტრალა მისი შემოტევა, რომელიც ჯერ ისევ გრძელდება. აქ ახლა ისევ გრძელდება შეტევა, კლავაც პეტრიაშვილი უტევს, თუმცა ჯერჯერობით ვერ გადაიყვანა და არბიტრმაც შეაჩერა შეხვედრა. ანგარიში 2-1 დარჩა კლავაც კოტე პეტრიაშვილის სასარგებლოდ.
გოლების სამგავია მედლების ჩათვლაში გარკვეულია ნებისმიერ შემთხვევაში 1-3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ექნება ყველა თავისუფალში და აი გუნდურ პირველობაში აჭარა მოიგებს გასაგებია და ხო დაასრულა და თავისუფალში ვერ დავდებ თავს ან გორი ან ამბროლაური ალბათ წუთი და 55 წამი. ახლა სოლეიმანიშვილი ითხოვს რომ შეაფასონ ბოლო ეპიზოდი, თუმცა მე მგონი საჯები ამ შემთხვევაში ვერ მიედა. სოლეიმანიშვილი საფრანგეთის ჩემპიონი ამ წონაში და დაწინაურდა ისე რომ შემოუარა აჯობას სწრაფეში და 3-2 გახდა ანგარიში მის სასარგებლოდ. ეხლა ისე გრძელდება სულეიმანიშვილის შეტევა ჩოგჯონში, აბა ნახოთ, მაგრამ საჯმა მეტი აღარ დააცალა უკვე. წუთ ნახევარი. ლეიბის მსაჯი ანიშნებს დამხმარე პერსონალს, რომ მოსაწმენდი არის ხალიჩა. Ну, ექიმი შევიდა აქ. წუთი და 26. გრძელდება შეხვედრა საჯმა მისანიშანი, წუთი და 20 წამია დარჩენილი და 3-2 იგებს მერაბ სოლეიმანიშვილი. ხამ საჯმა კოტე პეტრეშვილს მოუწოდა, ანუ შენიშნა მისცა უხეში ჭიდაობისთვის. გრძელდება შეხვედრა. რა კარგად შევიდა პეტრეაშვილი, საიდან შეუხდა ფეხში, აიყვანა. კიდევ ერთხელ შეიცვალა ლიდერი 4-3 პეტრეაშვილი. 4-3 და შეიძლება კოტომ კიდე დაატრიალოს ყოველ შემთხვევაში მისი შეტევა გრძელდება ჩოგჯონში, ნუ მე მგონია ჩოგჯონში მაინც და მაინც არ ჭიდაობს კოტე. ისევ ლეიბი არის. ხო, ოფში გახვითხულია ორივე. ამდენი დაგჭო 40 წამი. კიდე ერთხელ შეუხდა ფეხში, თუმცა აქ ეხლა სოლეიმანიშვილიც უფრო მომზადებული დაუხდა, მაგრამ ნახოთ, შეიძლება პეტრეაშვილმა გაყვანა მაინც მოახერხოთ, მაგრამ პატი უკეთეს სიტუაციაშია ეხლა სოლეიმანიშვილი, მაგრამ წამოაყენა მსაჯმა აღარ დაანება გაყვანა. ნახევარი წუთი. ეხლა სოლეიმანიშვილს მისცა შენიშვნა უხეშობისთვის. ხო, ამ წონაში გვაკლია წონის ლიდერი გივი მაჭარაშვილი ტოვებს საქართველოს ჩემპიონატს. ოთხმეტი წამი. კიდევ ერთხელ შევიდა პეტრეაშვილი, თუმცა სოლეიმანიშვილი მის ყოველ შესვლას აი მერთი პირველი ხო, ისეთი თავდაცვითი შესვლა იყო დროის გასაყამი აქ. ტაქტიკური შეიძლება ითქვას და კონსტანტინე პეტრეაშვილი ხდება. დრო როგორ იყო, მე მგონი ვერ ჩაეტია დროში. არა, საჯს მიუწია. საჯმა აწია 2 ქულა, მაგრამ როგორც შევამჩნიეთ, დრო უკვე გასული იყო. ყოველ შემთხვევაში ეხა შეამოწმენ აქ სადაო არაფერი არ არის, ტრიალი იყო, მაგრამ იყო თუ არა საშეჯიბრო დროში. არც უჩვენებია ქულა, მან როლ შეხვედრის გაჩერების ჟესტიკულაცია იყო მის მხრიდან. ამ ლეიბის არბიც უკაცრავად დანარჩენს ყურადღება ვერც მიაქცია, მაგრამ ნახოთ გადაახვევენ აი ხა თვითონაც საჩვენებს. მოდით ნახოთ თუ გამოჩდება აქ ჩვენთან ერთად ტაბლო გამეორებაზე. ჩანს ტაბლო აქ აი. კი ბატონო, წაიღო და ასეც არ ვიცი. თუ ფასდება სადღაც წამის მიათედებში არის აქ. კი, მე მგონი ჩაეტია. ესე ბოლო წამებზე მოგებები გვინახავს ჩვენ ამ ჩემპიონატებზე. მაგრამ ფინალში უყურეთ აი ხო დამთავრებულია, მაგრამ
ამ ჩემპიონატში არა თუ გახსოვს იური ლომაძე მოუგო მასე ოთარ აბულაძეს სადღაც 2-3 წლისთვის ზედ ბოლო წამზე. ძალიან დრამატული შეხვედრა ის ესეთი საუკეთესო შეხვედრა რაც ალბათ გამართული. ნახოთ აბა კიდევ ერთხელ ამ რაკურსით არ გვინდა თან გვინდა რომ ჩანდეს ტაბლო. მაგრამ იქ ლეიბისსაც აი ამ გვერდიდან საჭმა აწია ორი ქულა, მაგრამ ლეიბის საჭმა ვერ მოასწრო, უბრალოდ რო გავიდა. არ მას თვითონ გდებაც არ მგონი შეუფასებია. არა. მოწ ამის მეათედის საქმე არის, მე მგონი დატოვებენ შედეგს და პეტრიაშვილი გახდება ჩემპიონი. კი ბატონო. კი. კონსტანტინე პეტრიაშვილი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი კაცებში და პირველი ტურნირი მოიგო უფროსებში.